ეგვიპტემ საზეიმო ვითარებაში გახსნა შეიარაღებული ძალების ახალი შტაბ-ბინა, რომელიც დამკვირვებლების თქმით სოფლიოში უდიდესია. კომპლექსი, რომელსაც ოქტაგონს ეძახიან და ესე უწოდებენ, სწორედ ამას ადევნებთ ახლა თვალყურს თქვენ, ის შედგება 8 შენობისგან, თითოეული მათთაგანის 8 კუთხა ფორმა აქვს და ისინი დაახლოებით 90 კვადრატულ კილომეტრზეა განთავსებული. 90 კვადრატულ კილომეტრზე. რაც ნუ რა გითხრათ? პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ზომისაა. შესაბამისად, თავისი მასშტაბით ოქტაგონმა ჩაანაცვლა პენტაგონი, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის შტაბ-ბინა, რომელიც 2,5 კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული და მსოფლიოში თავდაცვის სამინისტროს უდიდესი ნაგებობა გახდა. მინდა იცოდეთ, რომ ეგვიპტე ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მის საგარეო ვალია განსაკუთრებით გაზრდილი 163,5 მილიარდ დოლარს აღწევს და შეადგენს და ბევრი ეგვიპტელი არსებულ კრიზისში ეგვიპტეს პრეზიდენტს ელ-სისისა და მის მეგაპროექტებს ადანაშაულებს. თავად ქვეყნის მმართველი, ანუ ეგვიპტეს პრეზიდენტი აბდელ ფათახ ელ-სისი, რომელიც ბოლო 10 წელიწადზე მეტია საზოგადოების წინაშე სამხედრო ფორმით პირველად გამოჩნდა, კომპლექსის გახსნას იმ ერის ნებისყოფის მტკიცებულებას უწოდებს, რომელმაც არ იცის რა არის შეუძლებელი. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ელ-სისი ჩრდილოეთ აფრიკის აი ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში 2013 წელს სამხედროების მიერ ხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად მოვიდა და ხო, ეგვიპტე წლების განმავლობაში მეზობელ ღაზასა და სუდანში მიმდინარე ომების, ასევე მეზობელ ლიბიაში გაჭიანურებული კონფლიქტის გავლენასაც განიცდის. შეუძლებელი არაფერი არ არის. ხა მეგაპროექტების რა გითხრათ, მაგრამ კაპოვერდესთან ერთად თუ კი ვინმე დატოვა სიმპათიები ამ მსოფლიო ჩემპიონატიდან ფეხბურთში, ერთ-ერთი ეგვიპტეს ნაკრებია, რომელიც ჩინებული სრული ტაიმი ითამაშა არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან, თუმცა როცა მოწინააღმდეგე გუნდში ფეხბურთის მესიასთან გათანაბრებული მოთამაშეა, ლეო მესის სახით რთული ამ დონის გუნდს და ფეხბურთელს და ზოგადად კლასს დაუპირისპირდე. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ არგენტინელებმა გაიტანეს თავიც და მატჩიც და მეოთხედფინალშიც გავიდნენ. სადაც საკმაოდ საინტერესო წვლილები დაალაგდა და წინ სუპერ საინტერესო საფეხბურთო დაპირისპირებები გველის. გავაგრძელოთ გლობალური ამბებით საუბარი, მით უმეტეს ანკარაში გამართულ სამიტზე ნატოს ლიდერებმა 50 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების შეთანხმებები გააფორმეს და როგორც მედია წერს, ეს ნაბიჯი მიზნად ევროპის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას ისახავს და ის ხელს შეუწყობს დონალდ ტრამპის კრიტიკის ფონზე მოკავშირეების ერთიანობის წარმოჩენასაც და შეკავშირებასაც. დადებული გარიგებები ორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვედეთის სამხედრო სამრეწველო კომპანიებს Northrop Grumman და Saab შეეხება. ამერიკული ინდუსტრიული კონცერნი სათვალთვალო დრონებს, ხოლო ალიანსი შვედური კომპანია სამხედრო თვითმფრინავებს დაამზადებს. პარალელურად 50 მილიარდიანი ინვესტიციის ნაწილი მოხმარდება დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა 9 სახელმწიფოს მონაწილეობით შორს მანძილზე მოქმედი იარაღის შექმნას და ამ მხრივ გამოყოფილი თანხების მოცულობა არ კონკრეტდება. თუმცა ცნობილია, რომ პროექტი 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხვა შორის არ იყო უსაქმოდ უკრაინის დელეგაცია პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობით ანკარაში. მნიშვნელოვანი მონაგარით ბრუნდებიან სამშობლოში უკრაინაში. ნატო სამიტზე ანკარაში მოკავშირეებმა მიიღეს დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს, ეს არის დაახლოებით 160 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცეს 2026-27 წლისთვის. 2026 წლის პაკეტში გათვალისწინებულია 70 მილიარდი ევროს სამხედრო აღჭურვილობის დახმარებისა და წვრთნებისთვის. აი 2027 წლის ვალდებულება არის, რომ ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ მინიმუმ იგივე ოდენობის დახმარებას უზრუნველყოფენ გაისანდელი წლისთვის. შეერთებული შტატების პოზიცია უშუალოდ ფინანსურ პაკეტში ის არ მონაწილეობს, თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს პატრიოტის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას. ნახოთ, რამდენად ბოლომდე შესრულდება პრეზიდენტ ტრამპის სიტყვა
უკრაინელებისადმი, რომ პატრიოტების საკუთარ მიწაზე წარმოების უფლებას მისცემდა. ამას ნამდვილად არავინ ელოდა და მოდი მოვისმინოთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება და შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ვფიქრობ დღეს ვისაუბრებთ და რაც ამბავი ჩიტმა მომიტანა, არის ის, რომ ჩვენ უკრაინას მივცემთ პატრიოტების წარმოების უფლებას. ვუჩვენებთ, როგორ ააწყონეს ეს სინამდვილეში ძალიან რთულია, მაგრამ თქვენ მის სირთულეს სწრაფად აუღებთ ალბოს. დიახ, მეც ასე მგონია, რომ უკრაინა იოლად აუღებს ალბოს ამ ტექნოლოგიასაც. პატრიოტის ტიპის რაკეტები კი ქვეყანას საშუალებას მისცემს ბალისტიკური რაკეტების საფრთხე დაიყვანოს მინიმუმამდე. ცხადია, ტრამპს ზელენსკისთან საუბრისას არც მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე საუბარი დავიწყებია. მან მედიას განუცხადა, რომ როგორც პუტინი, ისე ზელენსკი ერთმანეთთან შეხვედრისთვის მზად არიან და რომ იმედი აქვს, ეს მალე მოხდება. ოღონდ სად? ეხლა ეს არის გასარკვევია. სხვაჩვერის შეერთებული შტატების ლიდერმა პუტინთან ამ საკითხზე ბოლო საუბარიც გაიხსენა. ეს კი საინტერესო, ირონიული და ღიმილის მომგვრელი მომენტი აღმოჩნდა, სადაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რა გითხრათ, კიდევ ერთხელ გამოავლინა იუმორის უბადლო გზნობა. ძველი პროფესიის უნარები სრულად მოქმედებაშია უკრაინის ლიდერის არსენალში. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, მე მინდა, რომ ჩვენ შევხვდეთ მოსკოვში. მე უთხარი არ ამგონია მეთქი. მე ხომ ზელენსკის ადგილასაც უნდა წარმოვიდგინო თავი. მე ეჭვება მას მოსკოვში ჩასვლა სურდეს. ისე ჩახვიდოდით? იცით, გამიჭირდებოდა, უკვე იმდენი უკრაინული დრონი დააფრინავს იქ, გონი საშიში იქნებოდა. მართლაც რთული იქნებოდა იქ ჩასვლა. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ და ხო, პრეზიდენტ ტრამპის არ უჩივის იუმორის გზნობას, თუ როგორ პროგრესირებს ჩემი და ზელენსკის ურთიერთობები, თეთრი სახლის ურთიერთობები, პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში მოწყობილი იმ საჯარო საკმაოდ ცხარე კამათის შემდეგ. რა მინდა მოსკოვში? იქ სახიფათოა, უამრავი უკრაინული დრონი დაფრინავს. ხომ უნდა მოიფიქრო ახლა ესეთი პასუხი არა? კარგი, მოკლედ დაახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. რაც თავარია, რამდენად შეძლებს პრეზიდენტი ტრამპი დაპირების შესრულებას იმ ფონზე, რომ დღეს ხვალ მას რუსეთის პირველ პირთან აქვს დაგეგმილი სატელეფონო კავშირი და გასაუბრება. ცხადია, უკრაინის გარდა თემის ყველაზე დიდი ერთ-ერთი მთავარი თემა და ყველაზე დიდი ყურადღების ქვეშ ტრამპის განცხადება მოექცა, რომლითაც მან ირანთან თვეობით ნაწარმოებ მოლაპარაკებებს სიტყვის დონეზე უბრალოდ ხაზი გადაუსვა და 14 პუნქტიანი, რა გითხრათ, მართლა ნაკოწიწები ურთიერთგაგების მემორანდუმი ნაგავში მოისოლა. მოდი ჯერ მოვისმინოთ მისი პასუხი კითხვაზე, გააუქმა თუ არა ირანთან შეთანხმება ამერიკამ და შემდგომ გავისაუბროთ ერთგვარად მიზეზებზეც, რადგან ამ გადაწყვეტილების უკან ირანთან საქმის დაჭერა აღარ მსურს. ბოროტი და ავადმყოფები არიან. დანარჩენი მოვისმინოთ პრეზიდენტ ტრამპს. It's a very interesting question. ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ფიქრობ, ყველაფერი დასრულდა. მათთან ურთიერთობა აღარ მსურს. ისინი ნაძირლები არიან. იცით რას ნიშნავს სიტყვა ნაძირალა? ისინი ნაძირლები არიან. ეს ავადმყოფი ხალხია. მათ ავადმყოფი ადამიანები ხელმძღვანელობენ და ისინი სასტიკი მოძალადი ადამიანები არიან. მათ რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, გამოიყენებდნენ კიდეც. შემთთვის ყველაფერი დასრულდა. მე შევხვდები ჩვენს მომლაპარაკებლებს, ვიცი რომ მათ კვლავ მოლაპარაკება სურთ, კარგი ხალხი არიან სტივ უიტკოფიც და ჯარედ კუშნერიც, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც ჩემზეა. ჩემთვის ირანთან საქმის დაჭერა უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა. ისინი მატყუარები არიან. მარკ რუტესთან რომ შეთანხმება დავდო, ეს ნამდვილად იქნება შეთანხმება. ისწავა და საჯაროდაც იტყვის, რაზე შევთანხმდით. ირანელები კი ასეთები არ არიან. ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ ბირთვულ იარაღზე ვარ სიტყოდნენ. გამოვიდნენ მედიასთან და განაცხადეს. ამაზე საერთოდ არ გვისაუბრია. მათ რაღაც გონი გარეკებიათ. ჩემთვის ყველაფერი დასრულებული. As far as I'm concerned, it's over. სხვათა აი ამ ყველაფრის ფონზე ლექსიკა და ფრაზეოლოგია რბილად რომ ვთქვათ, ცხადია საკამათოა. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ირანზე დაბომბვები. თავის განცხადებებს აკეთებენ ცალკე აღებული ირანის მაღალჩინოსნები, რომელზეც ტრამპი ამბობს, რომ მე ისინი არ მომწონს. ისინი ბოროტი და ავადმყოფი ადამიანები არიან. კიბო? ისინი კიბო არიან და იცით რა უნდა გავაკეთოთ?
კიბო ადრეულ ეტაპზევე უნდა ამოკვეთო და ეს განცხადებებს აკეთებს გუშინ მარკ რუტესთან გვერდით ჯდომი პრეზიდენტი ტრამპი. დიახ, ცხადია და ამ ყველაფერზე ჰქონდა მყისიერი რეაგირება გუშინ ბირჟებს და გუშინ საღამოს მდგომარეობით ეს მართლა რუდუნებით ნალოლიავი ნავთობის ფასები კვლავ გაიჭრა გაწვირებისკენ იმ ფონზე რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ამავე ღამით დაანონსა და შეასრულა კიდეც ირანზე დარტყმა. მოკლედ გვიან ღამით ნავთობის ფასი უკვე $80-ისკენ მიდიოდა, WTI იყო $75 ფარგლებში, კი ბატონო, ეხლაც დაახლოებით ამ ფარგლებშია და ბრენტი იყო $79-ისთვის. ამ დროისთვის რუსული იურალსი ისევ დაბალნიშნულზეა. თორშტები $54-ზე იყო გუშინ, მაგრამ ფაქტია, რომ ტრამპის განცხადებების შემდეგ მისმა, რუსულ ნავთობის ფასმა მცირედით მოიმატა. თუმცა რუსული ნედლი ნავთობის ფასების ზრდამ ბირჟებზე არავინ უნდა ჩააგდოს საგონებელში და არც მგონია, რომ ამის გამო ვინმე რაიმე ფიქრობდეს. უბრალოდ საარაკო ამბავი მოხდა, რომ 21 საუკუნის 26 წელს რუსეთმა გუშინ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი მათი თქმით, დროებითი დეფიციტის ფონზე საწვავთან დაკავშირებით, აი ეს არის დეფიციტი საწვავთან დაკავშირებით, რუსეთი იწყებს ნავთობპროდუქტების იმპორტს. დიახ, აი არ მოგესმათ. და ამასაც მოვესწარით, რომ რუსეთი იწყებს ნავთობის იმპორტს და აი ამით ცდილობს დააბალანსოს შექმნილი დეფიციტი ქვეყანაში. თუმცა ამაზე არ ჩერდება და პრეზიდენტი პუტინის გადაწყვეტილებით, რომელიც მას ენერგეტიკის მინისტრმა შესთავაზა, დღეიდან მოყოლებული მინიმუმ 1 თვის განმავლობაში სრულად აიგზალა რუსული დიზელის ექსპორტი. და რაც კი იწარმოება რუსეთში და კაცმა არის ის ამოცულობის სიმძლავრეებია დარჩენილი ქვეყანაში, რომელიც ლამის მთელ კონტინენტს ამარაგებდა ნავთობპროდუქტებით. ეხლა ინდოეთიდან ან ჩინეთიდან მოუწევთ საწვავის შეტანა და ნავთობპროდუქტების. აი ეს არის რეალობა, რომელიც დადგა უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ, რომელიც სხვადასხვა მონაცემით რუსული ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 30% გამოიყვანა წყობრიდან. მე გავუბედავ და ვიტყვით ჩემი მწირე ეკონომიკური განათლებიდან გამომდინარე. მადლობა ყველა ჩემს ლექტორს და მოკითხვები, მათ კარგი ცოდნის და განათლების გაზიარებისთვის, რაც ჩვენთვის უშურველად გაიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოკლედ, სისტემური ეკონომიკის ცოდნა, ყოველ შემთხვევაში რაც გამაჩნია და რაც წამიკითხავს, ცხადია, ვარაუდის დონეზე შემიძლია მხოლოდ ერთი რამ თქვა, რომ ამ დროისთვის რუსეთის ნავთობტერმინალების, საპორტო ინფრასტრუქტურის და გადამამუშავებელი ქარხნების ჩემი აზრით ნახევარზე მეტი სრულად გამოსულია მწყობრიდან და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ რუსეთს აქვს საზრუნი საკუთარი 150 მილიონი მოსახლეობით და 2.5 ტრილიონი ეკონომიკის მუშაობისთვის საჭირო ესოდო მნიშვნელოვანი პროდუქტი კონდეს, როგორიც არის საწვავი. ასევე მნიშვნელოვანი ოდენობის საწვავი მათ სჭირდებათ ფრონტისთვის. სადაც მერწმუნეთ, რომ მიიმართება სწორედ ის საწვავი, რომელიც დღეს რუსეთში არის, ნამდვილად არის, უბრალოდ ეს საწვავი არის განკუთვნილი ფრონტისთვის, ხოლო ყველაფერი დანარჩენისთვის, ანუ ფრონტის საჭიროების გარდა, ბენზინი იქნება, დიზელი თუ საავიაციო საწვავი, უბრალოდ არ არის. ეხლა რჩება ერთი, რომ დაიწყებენ შემოტანას და შესყიდვას, როგორც გითხარით, ინდოეთიდან და ჩინეთიდან. სულ ეს არის. ამიტომ ძალიან რთულია დაიჯერო, რომ ქვეყანა, რომელიც ომშია ევროპის ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოსთან, ოკუპირებული აქვს ამ სახელმწიფოს ტერიტორიების 20% და უკრაინას ზურგს უმაგრებს ლამის ევროპის მთელი რესურსი, რუსეთი რაიმეს ოდნავ მაინც მოაკლებს ფრონტს. ეს არის გამორიცხული. ყველა რესურსი არის გადასროლილი ფრონტზე, ყველაფერი ფრონტისთვის პირველ რიგში და მოსახლეობა კი მოითმენს. აი ეს არის დამოკიდებულება და რეალობა, რომელშიც დღეს იმყოფება რუსეთის ეკონომიკა და სწორედ ამიტომ ერთდროს ნომერ პირველმა სტატისტიკურად ნომერ პირველმა არა, მაგრამ სოფლიოში როგორც ყველაზე ცნობილმა ნავთობის ექსპორტიორმა დღეს რეალობა დგას იმის წინაშე, რომ როგორც მოგახსენეთ, პირველად აგერ 21 საუკუნეში 2026 წელს რუსეთი ხდება ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანა.